პანკრეასსაც გითხარით რამე, ანუ ანთება, მე გამიგია პანკრეასის ანთება თუ რაღაც ძალიან ესეთი ნაზი ორგანო ამ გონი ხო ეგ რო გაფუჭდება, მორჩა. ნაზი კი არა, ძალიან რთული ორგანო, ძალიან სახიფათო ორგანო. უიმედოდ. ხო, იმიტომ რომ ანთება გააჩნია პანკრეასის ანთება. უმეტეს შემთხვევაში პანკრეატიტი, ანუ პანკრეასის ანთება იწყება შეგუბებითი პროცესების დროს, აი სადინრების, სხვა ნაღვლის სადინრებში, სადაც არის სხვა შლაკი, კენჭი გაეჭედა და ნაღვლის ისა პანკრეასის ფერმენტები, რომელიც საკმაოდ ძლიერ მოქმედი ფერმენტებია, ვეღარ გამოდის 12 მოჯაში, ვერ გადმოდის და უკან ბრუნდება პანკრეასში და იწყებს საკუთარი ქსოვილების მონელებას. და თუ დაიწყო პანკრეასი ასეთი მწვავე ანთება და ღმერთმა არქას უგანვირთადა პანკრეასული პერიტონიტი, ძალიან ცუდი შედეგები თორდება უმეტეს შემთხვევაში და ამიტომ საკმაოდ სახიფათო. იქვეყნდება რომ მკურნალობა საკმაოდ რთულად. როცა არის პანკრეატიტი. ამიტომ ეს არის ის ორგანო, რომელიც საჭიროებს მურმეთ ყურადღებას და მეტ სიფრთხილეს. მით უმეტეს როცა ადამიანს აქვს ნაღვლის ბუშტის ან ნახველთან დაკავშირებული პრობლემები ქრონიკულად. და არის ძალიან საყურადღებო. პროფილაქტიკური ღონისძიებები რა შეგვიძლია? პროფილაქტიკა ყველაზე კარგი არის. სითხის მიღება, კარგი არის ტუტკა. არის თქვათ ნაღვლის მარილებიც ესეთი ბადების სახით არის, ისიც შეიძლება გამოყენება, ან უბრალოდ დასადგენია რაშია საქმე, რომ ყველაფერი სწორად განვითარდეს და სწორად წარმართოთ. მათ შორის ღვიძლის ნორმალურ მდგომარეობაში ქონა და თქვათ თავის დაცვა ღვიძლის გაწყიმონებისგან, ღვიძლის პათოლოგიებისგან. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ პანკრეატიტი თუ ეგ გვაწუხებს და არა ვთქვათ სხვა რამე? ყველაზე ესეთი პოპულარული ტკივილი პანკრეასის არის სარტყლისებური ტკივილი, რომელიც იწყება წინ და ასე თითქოს სარტყელებით უკან გადადის წელის არეში. სარტყლისებური ტკივილს როგორც წესი იძლევა თითქმის ყოველთვის პანკრეასის ანთება, როცა არის შეტევა, ოღონდ ტკივილი არის არა ერთ ლოკალიზაციაში, არამედ იწყება წინ და გადადის უკან. ანუ მოძრაობს სარტყელივით იქნება ტკივილის უკან. ეს მაჩვენებელია უმეტეს შემთხვევაში პანკრეატიტის, პანკრეასის პრობლემის, რომელიც უმეტეს შემთხვევაში საჭიროებს სხვა კლინიკაში გადაყვანას, ადამიანის სწრაფ ჩარევას, ზოგ შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპიას, მაგრამ ყველაზე კაი მომენტი მაგამდე რომ არ მივიდეს საქმე, სვით წყალი ნორმალური რაოდენობით, რაც თქვენ 100 აქს და თქვენ წონა შეესაბამება. რამდენია წყლის ნორმა? ეს ზუსტად ვერ იტყვი, მაგრამ ქალბატონებში არაზაფხულის პერიოდში 0 ლიტრა ნახევარი. მაგაცებში 2 ლიტრა, ზაფხულში შეიძლება იყოს მეტი. ცოტა მეტი. თუ დაუშვათ ფიზიკურ დატვირთვები გაქვთ, იქ შეიძლება მეტიც იყოს. მე მაგალითად როცა ჩოგბურთს თამაშობდა, თუ ზაფხულში ვთამაშობ, შეიძლება 3 ლიტრაზე მეტი დავიო. თორემ მარტო ჩოგბურთს თამაშობს 1 ლიტრას სვამს საათ ნახევარში. კიდე გკითხავთ მაშინ, ანუ პანკრეატიტი რომ გვეთკინება ეს ნიშნავს შეტევას? ეს ნიშნავს უკვე შეტევას. და ეს ხო არ ნიშნავს, ანუ ანთება გვაქვს, დაავადებულია და საფრთხე პანკრეასი ქრონიკული დაავადება ძნელად წარმოსადგენია, მე არც გამიგია და რა ვიცი, არ ჩემხვედრია. ანუ მარტო შეტევას გვაძლევს და როცა იწყებს ტკივილი და ტკივილი იწყება და ეს ტკივილი მით უმეტეს სარტყლისებურია და იმატებს, ყველაფერი სასურველია რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. და როცა გაგვივლის, როცა ჯერტი სამედიცინო დაწესებულებებს დაადგენენ, ასე იყო თუ არა და გამოკვლევების შემდეგ მივხვდებით რაში იყო საქმე და რა უნდა გაკეთდეს და რა უნდა მოხდეს. როცა გაივლის და უკვე აღარ არის ესეთი ხიფათი, ჯობია კონსულტაციის გამო, რა თქმა უნდა, რომ ამის მერე პროფილაქტიკა ჩავატარო. აჰა. რომ არ მოხდეს რეციდივი. მადლობა.